სალამი მეგობრებო, ეს ადგილი ალბათ ყველას გეცნობათ, ვინც თვალს გვადევნებთ და ვისაც ჩვენი წინა ვიდეოები აქვს ნანახი. მოგლედ გეტყვით, რომ ეს ის ადგილია, რომელსაც ჩვენ ვასუფთავებდით, ეგრეთ წოდებული ჩალის ფესვი იყო და ამ ჩალის ფესვს ვიღებდით, ვანთავისუფლებდით მიწას, რომ უნდა დაგვერგა ატმის ნერგი და აი ეხა ეს ის ადგილია ზუსტად ამ მდგომარეობაში. დარგული არის ატმის ნერგი, აგერ ზოლებს ხედავთ, მწვანე ზოლები, რომელიც უკვე გაზრდილია, თუმცა უფრო უკეთესი იქნებოდა და მეტი ზრდა იქნებოდა ამინდების ხელშეწყობა რო გქონოდა. განახებთ ახლა. აი ესეთი არის ნერგი. გავაკეთე ფრეზი გულებში. ბალახი წამომივიდა ცოტა უამინდობის გამო, ცოტა ჩემი მოუცლელობის გამო სამსახურიდან გამომდინარე და ვეღარ ვახერხებდი. და ეხა ვაკეთებ ხელის ტრაქტორით. აგერ ხელის ტრაქტორი გვაქვს აქ. ფრეზმა რაც ვერ გააკეთა და ახლოს ვერ გავიარე, ნახეთ დარჩენილი არის აი ესეთი სიგანე რა, აი რომ შეხედოთ, უფრო მეტი სიმწვანეა, კარგად ჩანს. რომ ორივე მხრიდან მოხდა გავლა, თუმცა ნერგი რომ არ გაფუჭებულიყო და საშიშროება რო არ შექმნოდა ნაზარც, არ მოტეხილი იყო ჯერ სუსტი არის ნამყენიდან. ნუ შესაბამისად ვწავლობთ, მაგრამ გვიწევს რომ გავატაროთ ხელის ტრაქტორი და საბოლოო შედეგი უკვე გვექნება ისეთი, როგორიც გვინდა და მოლოდინი გვაქვს. მოკლედ, ეს არის ჩვენი ნერგი, აგერ ეს გვაქვს ზედმეტად, რომ რამოდენიმე ძირზე კვირტი მოძრა ზოგმა აი ხელის ტრაქტორისგან პატარა ბელტი მოხდა და ზოგი კვირტმა ვერ გაიხარა თვითონ, გაფუჭდა, ზოგი ჩიტმა ყლორტი მოვაწყვიდა და ასე შემდეგ და გვაქვს რეზერვად, რომ შემდეგ წელს უკვე ნახარს 1 წლიანს გადავიტანთ და ჩავამატებ და იქნება შევსებული. ეს არის დაახლოებით 1 თვის დარგული ნერგი, არის ამ კონდენციაში და ეტაპობრივად შემდეგ გაჩვენებთ კიდე რა მდგომარეობაზე ვიქნებით. ეხა გავაგზავნებ ჩემს საქმეს.